მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ქართულ ტელევიზიაზე ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. ჩემგან ხელმარცხი ბატონი ბოლქვაძე ნიაზი, მარჯვნივ ბატონი ვაჟა შუბითიძე. მე მგონია რომ ქართული ინტელექტუალური ელიტა იცნობს ამ ხალხს, მე მაინც დავახასიათებ. ნიაზ ბოლქვაძე, ფილოსოფოსი, მწერალი, რუსთველოლოგი, საზოგადოებრივ მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატი, ნობელის პრემიის ნომინანტი. კარგად ჟღერს მე მგონი. და ჩემთვის საინტერესოა რომ მან ფაქტიურად მე მგონია მე ასე დავიმახსოვრე რომ გადაარჩინა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი ეს ჩვენი კოლხების მიერ რკინის დამუშავების ტექნოლოგიის აპარატები, ობიექტები მოიძია, მონახა, გადაარჩინა, დაღუპვას და შემოღობა და სამუზეუმო ეგზემპლარად გადააქცია და ფაქტიურად უკვე საზოგადოებას და განსაკუთრებით მეცნიერებას საშუალება ექნება ამ ობიექტზე ჩაატაროს კვლევები და იკლიოს ჩვენი სახელოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა პირველი მწარმოებლები რკინის მომპოვებლები და მწარმოებლები. დღეს ჩვენ მისი წიგნის პრეზენტაციას ვახდენთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანზე. ამ წიგნს ქვია შოთა რუსთაველის გეოპოლიტიკური ხედვა. ბატონმა ნიაზმა მე მგონი 1 წლის წინ გამოუშვა ასეთი წიგნი, იმ წიგნზე ჩვენ გქონდა აქ გადაცემა და აი 1 წლის თავზე მან იგივე წიგნი უკვე გადამუშავებული ახალი მასალების მოძიების და მისი გადამუშავების შემდეგ შეიტანა ბევრი ცვლილებები და გამოუშვა ეს ახალი წიგნი. აი ბატონი ვაჟა, სწორედ ბატონი ვაჟა შუბითიძე, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიის დოქტორი, სწორედ აი ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ. ასევე ამ წიგნის რედაქტორები არიან, რეცენზენტები არიან ვახტანგ მაღრაძე, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ჩხაიძე, ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი. ახლა საინტერესო ის არის, რომ ალბათ თქვენ თვითონ ირჩევდით რეცენზენტებს, რომ ესე იგი შოთა რუსთაველი, რა თქმა უნდა, როგორც დიდი პოლიტიკოსიც უნდა ყოფილიყო და ყოველ შემთხვევაში მისი ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ის პოლიტიკაში კარგად ერკვეოდა. ამიტომ თქვენ რეცენზენტად პოლიტოლოგი ბატონი ვაჟა მიიწვიეთ. ასევე ის იყო, რა თქმა უნდა, დიდი ფილოლოგი თავისი დროის და აი ამ ჩვენ ქართული ენის და ალბათ გამომდინარე აქედან ფილოლოგი. ასევე ფილოსოფია ხომ მთლიანად ფილოსოფია რუსთაველის რუსთაველი და ამიტომ ესე იგი ჩვენ აქ ფილოლოგიის დოქტორიც ყავს, ფილოსოფიის დოქტორიც ყავს და საერთოდ ესე იგი პოლიტოლოგიის დოქტორიც. მე მგონია რომ რუსთაველი ერთი პატარა ჩართვა უნდა გავაკეთო ბატონ ვაჟა. გახსოვთ იყო ასეთი ვაგან მამასახლისოვი. კი ბატონო, მახსოვს. ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და მე რომ სწავლობდი ფიზიკის ფაკულტეტზე, იმ დროს მახსოვს ვიღაც ფილოლოგი, რუსული ენის სპეციალისტი იცავდა დისერტაციას პუშკინის რომელიღაც ლექსზე. და ჩვენ ესე ახალგაზრდა სტუდენტები გქონდა საშუალება დავსწრებოდით და ვესწრებით ამას და ვიღაც ერთი გამოვიდა, არ ვიცი, კრაუსნიკურად ალბათ, რა მოხდა ასეთიო, არა, ბაბატი, ვეფხისტყაოსნის რაღაც ნაწილზე აკეთებს დისერტაციას და ვიღაცამ ესე იგი ეს არ არისო სადისერტაციო თემავო. ვეფხისტყაოსანზე ამდენი დაწერილი, ამდენი გაკეთებულა და ახლა იმან რაღაც ვეფხისტყაოსნის მაგალითზე რაღაც ერთი მიმართულება
გახსნა აი ამ თავის დისერტაცია. 300 ნაშრომია დაწერილი. ხო, ნუ რაღაცაზე. ყველა სხვადასხვა ლამის. აი არ დამავიწყდება გამოვიდა ვაგან მამასახლისოვი და როგორ გამანადგურებელი იყო იმ ოპონენტის მიმართ მისი გამოსვლები. მეო თვითონ მახსოვსო პუშკინის რომელიღაც ლექსზე დაიწერაო დისერტაციაო და იმ კაცმა ეს წარმატებით დაიცვაო და ეს ჩვენი ბუნდერაზი რუსთაველიო ამას რო 1000 დისერტაცია დაწერო მაინც ვერ ამოწურავ მის სიღრმეს და მის მნიშვნელობასო ასე რომ რამდენიც არ უნდა დაიწეროს ვეფხისტყაოსანზე ალბათ ყოველთვის დარჩება რაღაც კითხვები და კარგია რომ აი ისეთი ადამიანი როგორც ბატონი ნიაზი არის უბრუნდება ბატონი გენიალური ვეფხისტყაოსნის თემას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით. მე ახლა მინდა პირველი სიტყვა რა თქმა უნდა თქვენ მოგცეთ რას ეტყვით ჩვენს მაყურებელს აი ამ თქვენი დღევანდელი წიგნის თაობაზე და ამასთან დაკავშირებულ თქვენ მოღვაწეობაზე. დიდი მადლობა ბატონო ვახში. მე ვესალმები ჩვენს პატივცემულ ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა რომ მოგზანდით. და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება მკითხველისთვის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ალბათ ხელს არ მოუყიდებდით ძალიან ვიტყვით არ იქნება გადაჭარბებული რომ ურთულეს თემას, ურთულესი საკითხია. ჩემი ყველა ნაშრომი არის აუცილებლობიდან გამომდინარე. დავინახე რომ აი ბატონო ვაჟამ ახსენა ახლა 3000 ნაშრომია მართლა შექმნილი დაახლოებით ვეფხისტყაოსნის განხილვასთან დაკავშირებით რუს ფილოლოგიაში 3 საუკუნე ნახევრის მანძილზე ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ და ყველა საკითხს ვერ გამოეხმაურები ადამიანი, მაგრამ არის აუცილებელი საკითხი, რომლის უყურადღებოთ და უპასუხოთ დატოვება ნამდვილად არ შეიძლებოდა. ამიტომ მე სწორედ ისეთ საკითხებს მივაქციე ყურადღება. მაგრამ თავიდანვე დავინახე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, მე სკოლის ასაკიდან მიყვარდა ვეფხისტყაოსანი ძალიან, მისი აფორიზმები თითქმის 200-ზე მეტი ყველა მახსოვს და საჭირო დროს როგორც მრჩეველი ყოველთვის მეხმარებოდა. სინამდვილეში ვეფხისტყაოსნის დანიშნულებაც ეს არის, ხო, სიბრძნის საგანძური. და მაგრამ როგორც მკვლევარმა, როგორც მეცნიერმა, ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ მივაქციე ყურადღება. მე და ბატონი ვაჟა საუბრობდით და გამოდგა რომ ჩვენ თანამოაზრებული ყოფილვართ იმ საკითხში, რომ რუსთაველი საინტერესოა, რატომ არ არის ასეთი უდიდესი მოღვაწე, უდიდესი ღვაწლის მქონე ქართული და ზოგადად საკაცობრიო კულტურის საქმეში, თუნდაც სარწმუნოების მხრივ და არ არის წმინდანთა შორის. და დავინტერესდი ამ საკითხით. და როდესაც უკვე მკვლევარის მეცნიერის თვალით შევხედე, დავინახე რომ ესე იგი ფილოსოფიური სიღრმისეული ანალიზი ვეფხისტყაოსნის არ არის წარმოდგენილი. ძირითადად ვეფხისტყაოსანი განხილვის საგანი იყო ისტორიკოსების, ფილოლოგების, მწერლების, პოეტების და ასე შემდეგ და სიღრმისეული ფილოსოფიური ანალიზი არ იყო. იყო ფილოსოფოსების, რა თქმა უნდა, ნაშრომები, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომები, მაგრამ ძირითადად ბერძნული ფილოსოფიის გავლენა, ბერძენი მოაზროვნების გავლენა რუსთაველზე, რენესანსის თემა და ასე შემდეგ. მაგრამ ის სიღრმისეული ანალიზი, რომელიც წარმოდგენილია, დღემდე არ იყო წარმოდგენილი. ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ ეს საკითხი გამოვიკვლიო და ეს ჩემი პირველი შეხედულება შემდეგ აი ჩვენი მეცნიერების მიერ, რეცენზენტების მიერ, რედაქტორის მიერ იქნა ესე იგი სწორად დანახული და მათ ამაზე ხაზგასმული. საქმე რაშია, ამ კვლევის დროს სწორედ დავინახე ერთ-ერთი მთავარი რაც არის, აი სათაურში არის გამოტანილი შოთა რუსთაველის გეოპოლიტიკური ხედვა. და ვნახე რომ მთელი საიდუმლოებები, რაზეც დღემდე ბევრ საკითხზე არის. ამას მე აი უნდა თვითონ მეთქვა ეთყობა და ხაზი გავუსვათ რომ აქ სწორედ
გეოპოლიტიკურ ხედვაზეა ლაპარაკი, რომ ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია რა ქონდა მას ხედველობაში, რა კავშირები ქონდა, იყო თუ არა სინამდვილეში ის რაც იქ წერია, ესე იგი მასშტაბები არაბეთი, ინდოეთი, ხატაეთი და რაღაცები და ჩვენ კიდე ჩემი სკოლაში სწავლის დროს მე რა თქმა უნდა მიხსნიდნენ რომ ეს არის საქართველო, ეს არის მისი კუთხეები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერზე არის აი ამასაც თქვენდა და ესე იგი აქ დავინახე რომ რუსთაველის მის გეოპოლიტიკურ ხედვაში მთელი საიდუმლო ამაში იმალება, რაზეც დღემდე იყო გაურკვეველი და იყო მსჯელობის საგანი რა. აი ამას გაეცა პასუხი. არის სხვადასხვა საკითხები. აი თქვენ ახსენეთ, გასულ წელს გამოვიდა პირველი გამოცემა წიგნი და აი ახლა უკვე 1 წლის შემდეგ დაემატა 3 თავი, სრულებით ახალი თავი. დაემატა ეს არის ქაჯეთის თემა ვეფხის ყაოსანში, ეს არის ვეფხის ყაოსნის განხილვის მეთოდებთან დაკავშირებით და კიდე სხვადასხვა საკითხები დაემატა ამ წიგნში და იქნა ესე იგი ხო ჩვენი წინა პრეზიდენტის გამონათქვამებიდან იმას თუ გავიხსენებთ ქაჯეთის საკითხი მართლა აქტუალურია საქართველოში დღესაც არა. აი თუ შეიძლება მაგ თემას მაგალითად ამ თემას გავუსვათ ხაზი. სიამოვნებით. აი დღეს ახლა აი ნებისმიერმა ჩვენმა პატივცემულმა ტელემაყურებელი იქნება თუ ჩვენ ნებისმიერმა რომ გავხსნათ დღეს ინტერნეტი არა. ინტერნეტი კაცობრიობას საქართველოს და ყველას მკითხველს აცნობებს რომ ესე იგი აი მაგალითად რამდენიმე ციხეა წარმოდგენილი მაგალითად პეტრას ციხე. არის რომ ესე იგი წერია რომ ეს არის ციხე რომელიც რუსთაველს ქაჯეთის ციხეთ აქვს ხედველობაში წარმოდგენილი. დიახ, არის ასევე დასახელებული რამდენიმე ციხე რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება. სხვა ისეთ ავტორიტეტულ მეცნიერებს ის ნაშრომებს რო თუ ნახავთ, მაგალითად ვიქტორ ნოზაძესა და სხვებისა რა, ისინი მიუთითებენ რომ ქაჯეთი შეიძლება ეს არის სპარსეთში, აი ვიქტორ ნოზაძე მიუთითებს რომ ეს არის ინდოეთში შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ ასეთ მოსაზრებებს მე ვნახე, ანუ ფაქტობრივად რა წარმოდგენილი მაქვს, რომ ეს არ არის მეცნიერული არანაირი საფუძველი ამას არ აქვს და ეს ამ ავტორების ფანტაზიის შედეგია. სინამდვილეში და წარმოვადგინე ერთი მაგალითი, მაგალითად პეტრას ციხეზე, როდის ეწოდა მას ქაჯეთის ციხე. წარმოვადგინე ფაქტებით რა. წარმოდგენილია ფაქტებით, რომ ეს 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც პეტრას ციხე აი მაშინ ქართულმა რუსულმა არმიამ გაიმარჯვა და აჭარა დაუბრუნდა დედა საქართველოს, მაგრამ სინამდვილეში პეტრას ციხესთან ჩვენები დამარცხდნენ. დამარცხდნენ იქ 30000 ქართველი იბრძოდა ამ ომში მაშინ რა. და პეტრას ციხესთან დამარცხდნენ და ამ დროს და საერთო გამარჯვება რომ მოიპოვეს ყარსი, არდაგანი, ბულგარეთში და სხვაგან, ამ გამარჯვების შედეგად აჭარა გადმოეცა საქართველოს, მაგრამ ხელშეკრულებით. დიახ, მაგრამ პეტრას ციხე ვერ გადალახეს. პეტრას ციხე ვერ გადალახეს. როდესაც უკვე გამარჯვებული არმია შედის ბათუმში, ანუ მიდის ქობულეთიდან ბათუმისკენ, მაშინ ჩვენი ქართველი თბილისიდან, ჩვენი დედაქალაქიდან მოღვაწე ადამიანები არმიასთან, გამათავისუფლებელ არმიასთან ერთად ესე იგი მიემგზავრებიან ბათუმში. და მათ ახლიათ ასეთი მაშინდელი ცნობილი მოღვაწე სერგი მესხი. სერგი მესხი აღწერს ამ ყველაფერს, აღწერს რომ აი უახლოვდებით პეტრას ციხეს. პეტრას ციხეს, რომელსაც ქაჯეთის ციხე ეწოდება და რომელმაც დიდი მსხვერპლი მოთხოვაო. ანუ 1877 წლის 11 ივნისს პეტრას ციხესთან 1200 ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი გენერალი. და 18 იანვარს უკვე 1878 წლის მეორე შეტევა რო განახორციელეს, აქ კიდევ 1500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი გენერალი, მაგრამ ციხე ვერ აიღეს. ამიტომ როგორც აუღებელი, როგორც ესე იგი რისხანი აუღებელი, დიახ, ესე იგი მას უწოდეს აი ქაჯეთის ციხე არისო. და ანუ ჩვენ თუ ვნახავთ სხვა ციხეებთან მიმართ კავშირში, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ იქ უძველესი დროიდან ქონდათ ასეთი ისა, რომ ისეთ ადგილებზე მიუვალ ადგილებზე აშენებულ ციხეებს ბრისხანე ციხეს უწოდებდნენ, ქაჯეთის ციხეს, ბრისხანე ციხე, აუღებელი და ასე შემდეგ. ამიტომ მე-19 საუკუნეში როგორც ჩანს, წერილობით პირველად დაფიქსირდა, რომ პეტრას ციხე არის ქაჯეთის ციხე.
და სხვათა შორის ამას ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს ასეთ მოსაზრებას. სოლომონ პირველს იმერეთის მეფეს 1784 წელს მან თავისუფლად შემოვიდა, მაშინ ქობულეთი უკვე ოსმალეთის იმპერიაში იყო, საზღვრებში იყო მოქცეული და სოლომონ მეფემ აიღო ქობულეთი, აიღო პეტრაციხე, გადმოვიდა ჩახში და დაამარცხა მაშინ თურქეთის არმია. ანუ პეტრაციხე აუღებელს და ანუ ქაჯეთის ციხეს არ წარმოადგენდა მაშინ. მაგრამ როდესაც რუსეთის იმპერიის ინტერესები გამოიკვეთა შავი ზღვის პირეთში და ზოგადად საქართველოში, მაშინ უკვე ოსმალეთის ხელმძღვანელობამ, როგორც მოსალოდნელი საფრთხე, პეტრას ციხე იქნა, ესე იგი, სტრატეგიული დანიშნულების იქნა გამაგრებული. აი ესეთი პატარა გასაგებია. დიდი მადლობა. ბატონო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ. ესე იგი, ნიაზ ნიკოლოზ ბოლქვაძე, მეცნიერი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, არქეოლოგიის, მეტალურგიის, წარმოშობის, ისტორიის შესწავლის, თავისთავად ძირითადი სპეციალობის ფილოსოფიის პარალელურად რუს ფილოლოგიითაც დაინტერესდა. მის მახვილ თვალს არ გამოპარვია მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ვეფხისტყაოსნის დიდ მკვლევართა უზარმაზარი კოჰორტის თვალთახედვის არეს როგორღაც გამორჩენია. რა არის ეს საკითხები და რა თქმა უნდა ხვდებით რომ ყველაფერი ეს არის ამ წიგნში აღწერილი. თქვენ ხართ ამ წიგნის რედაქტორი. მევესალმები თქვენს მაყურებელს. თქვენთან გადაცემაში პირველად ვარ, ძალიან სასიამოვნოა. დღეს საუბრობთ ისე საინტერესო თემაზე. რუსთაველი ყოველთვის საინტერესოა, ბუნებრივია, მაგრამ მართლაც ახალი მემართულება ის რადგანაც ახლა წიგნის სახელწოდებას მიუთითებს და ზოგადად რუსთაველი უამრავი კუთხით არის განხილული, მაგრამ აი ეს გეოპოლიტიკური ხედვა დაგვაყლდა ჩვენ, ესე იგი გეოპოლიტიკა საქართველოში ახალი ხილია, ახლა დასამალი არც არის, ახლა მე-19 საუკუნეში გეოპოლიტიკა დაიწყო ჩამოყალიბება და უფრო მე-20 საუკუნის ესაა მეცნიერება და ბუნებრივია ახლა ჩვენ დიდ მოაზროვნე ილიას და თუმცა ნიკო ნიკოლაძესა გეოპოლიტიკური ხედვები შეთაშორის წინასწარმეტყველებები, მაგრამ ნუ გეოპოლიტიკა მაინც ჩვენთვის ახალი ხილია, ამიტომ ბუნებრივია რომ მე-20 საუკუნე რადგანაც გამოხატა დაინტერესება და ქართველობამ, ვინაიდან ეს ახალი ხილი იყო მისთვის, თან კომუნისტურ პერიოდში გეოპოლიტიკა აკრძალული იყო საერთოდ როგორც მეცნიერება. ძალაოდენ ოფიციალურად ვერ სიტყვასაც ვერ იტყოდი ამ კუთხით. ამიტომ ეს მიმართულება ვიღაცას უნდა გამოეგვლიათ და ვის უნდა გამოეგვლიათ თუ არა ფილოსოფოს, პატრიოტს, ინტელიგენტს, რომელიც ღრმად არის, რა ქვია, ეროვნული იმით გამშვალული იდეით და თავის სამშობლო სამსახურში ჩამდგარია ბავშვობიდანვე, სტუდენტობიდანვე, მოზრდილ ხანაშიც და დღესაც რა ქვია, რასაც საკეთებს ეს კაცი, მისი მიზანი არაპირადი განდიდება, არამედ საქართველოს სახელის წინსვლა, წამოწევა და ბევრი ახალის გარკვევა, თქვა და რაც ჩვენ დიდ წინაპრებს დაუტოვებიათ ისე რომ ხშირად არც გვეცალათ საკვლევად, არც იმათ ომში და უბედურებაში და შავრაში და ტანჯოში და რა ვიცი, იმაში ვიყავით, გეგონა რომ რუსეთის ხელში მოიხსენეთ, მაგრამ ეს 2 საუკუნე რუსებმა არ დაგვასვენდეს ფაქტიურად. ამიტომ ბევრ ამას ახლა ეყრება საფუძველი და ეს პირველი წიგნია მართლაც რუსთაველის ამ მიმართულებაზე. რუსთაველი უბძენესი ადამიანი იყო. ახლა წეგნ საუბრობდი ჩვენ დაწყებამდე გადაცემის. ის იყო მეჯუрлეთ უხუცესი და დიდებულად ერგება ვაჭრობის სპეციფიკაშიც კი და საზღვაო საქმეში, აი რაც აღწერილი აქვს ის, რა ქვია, საზღვრების გამაგრების იმაში, ომებში თვითონაც მონაწილეა, ომების მონაწილეა თვითონაც რუსთაველი. და აი ესეთი ადამიანი რავალი დავი ღმერთმა აკოცა იტყვიან ხოლმე გოეთე ამბობდა რომ არიან ადამიანები რომელთაც ღმერთმა აკოცა და აი ეს რუსთაველი ყავს ასეთი რომ ღმერთმა ყველაფერი უბოძა რა ქვია თუ რამე შეიძლებოდა ადამიანს ამაზე მეტი რა უნდა უბოძო ხო მილიარდი ჩათვალე რომ არა ნაბოძები და აი ჭკუა და გონება ღმერთი რომ მოიცევს და ამხელა გასახანს და ინტელექტს ესაა მთავარი და რუსთაველი რუსთაველის ჯერ ვაში ვართ ყველა, რა ქვია, 3000 ნაშრომია და აი
ძალიან ცოტა რა ვიცით, უფრო მეტი ვიდრე ვიცოდით მე-19 საუკუნეში თუნდაც, ხო? ამდენი ნაშრომის მიუხედავად, იმდენად რთულია რუსთაველი საკვლევად, მის ტყავში უნდა ჩაჯდე რა, ილია როგორც ამბობდა, ხო? მის ტყავში რო ჩაჯდე, მისი მიათედი თუ მიასედი მაინც უნდა იყო, ხო? ასე ადვილი არ არის, რა ქვია. ესე გამოკვლევა ადამიანი ასეთი იდუმალი ადამიანი კაცობრიობამ არ იცის. ახლა იტალიელებმა დანტე ერთი თუ რამდენიმე თვე არ იციან სად იყო და განგაში აქვს ათეხილი და ჩვენ ამ კაცის შესახებ რა ვიცით ფაქტიურად სახელი და გვარიც არ ვიცით სახელი და გვარი თავისთავად და შეუძლებელი ასეთ გენიოს სხვა რამები არ დაეწერა რა გამორიცხულია რა ასე პირდაპირ ვეფრიტყავს ვერამ ვერ დაწერდა თუ იმას საფეხურებად ღმერთი როცა ავითარებს ადამიანს ნელ-ნელა ადის სიმაღლეებზე ხო და რუსთაველს აუცილებლად ეკნებოდა და ჩვენი დაუდევრობა ალბათ ტერორობის რა თქმა უნდა ის რაც მარკო თემურლენგმა უმდიდრესი ხელნაწერები და ბიბლიოთეკა წაიღო სამარყანდში და ვერ მოუარეს იქ და გააოხრეს და ჩვენს დაგვიკარგეთ და თვითონაც ავიძაღლივით ვერ შეინარჩუნეს წესიერად ვერაფერი ხო რა ქვია და ჩვენი დაუდევრობა ქართული არხეინობა რა ვიცი რა ხანდახან ახლა ჩემერზე როგორ ვაბრაზდები არ შეიძლება დაემდურო და რაღაცა მაგრამ ჩემი ქართული ხასე მეც მაქვს ეს ხასიათი და ყველა გვაქვს ეს ხასიათი ეს დაუდევრობა და ეს არ ვიცით მომთხილება არც ნიჭის არც რა ვიცი ნაშრომის არც გასხვისი გაკეთებული პატივისცემა და ასე შემდეგ ეს კაცი იმდენად დიდი ფენომენია რომ ახლა რაც გააკეთა აქვეა ჩვენმა ნეოზმა ეს არის ახლა ვაშლის კანი რო გახსნა რა რო იტყვიან და შიგ ვაშლი კიდე აი საკვლევია უამრავი ხო და მე მიხარია რომ სიღმებისკენ წავა კიდე უფრო მეც გააკეთოს დარწმუნებული იმიტომ რომ ერთი კანის გახსნა უკვე რაღაც იმებს შემადგენლობის იმის დაზუსტების საშუალებას იძლევა შიგ რა მადანიც არის რომ იტყვიან ხო და ეს ყველაფერი ქების ღირსია და დაფასების ღირსია მე ვფიქრობ რომ ეს წიგნი პოპულარიზებული უნდა იქნას ქართულ საზოგადოებაში უნდა სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს მეცნიერებათა აკადემიას მაგალითად თხოვდი რომ დაბეჭდონ უფრო დიდი ტირაჟი ჩვენ არ აქვს იმის საშუალება რომ დაბეჭდოთ თქვა დიდი ტირაჟებით 100 და 50 საათზე მაგის ფულიც უნდა ვისესხოთ ვიღაცისგან ხო და სამეცნიერო ინსტიტუტებმა იგივე მეცნიერებათა აკადემია დაბეჭდოს და მოაწყოთ მისი პრეზენტაცია იქ მეცნიერებათა აკადემიაშიც ამაზე კაი საქმე რა უნდა გავაკეთოთ ახლა დღეს თავის ჯამს იქით ხალხი აღარ ეყურება 80% ხო და ესე იგი ფულის გარდა არაფერი ფასდება დღეს და თანამდებობა და ფულზეა ყველაფერი გადასული და კაცი შრომობს ბელადი ყავს იქება გამომდინარე კაცი შრომობს თავის საკუთარს რა ქვია თუ რამე ფაქტიურად შემოსავალი არც კი აქვს და წვალებით ადამიანს და შვილი ეხმარება, მეგობრები ეხმარებიან, რა ვიცი, ჩვენც არაფერი გაგვაშინა, რამე განსაკუთრებული გავუკეთოთ, ხო და, მაგრამ სიტყვით მაინც შევეწიოთ, გვერდში დავუდგეთ ის ამ დიდ საქმეში, რომელსაც ის აკეთებს და ცოტა ქვევით მერე ამ თემაზეც ვისაუბრებთ იმ მუზეუმზე, რომელიც თქვათ მისი თავისუფლებით კეთდება და ამასაც შევეხები აუცილებლად. ახლა გეოპოლიტიკური ხედვა რატოა? აი მისი სიბნე რა არის? 12 მილიონიან ქართველ ერს მაშინ რელიგიური და წმინდა იმპერიული მიდგომით შეუძლებელი იყო ამ ხალხების დამორჩილება. აი ეს გენიალური ხედვა, რაც რუსთავის გააჩნია, იძლეოდა ამის საშუალებას ხოლო და ეს ხალხები ხოლო და მორჩილებაში რომ კარგი გაგებით. ეს იყო ბრძნული პოლიტიკა. იგივე რო არ ახსენებს თქვათ იმ სამებას და განსაკუთრებულად და რაღაც იმებს, ხო, ესეც სპეციალურად კეთდება, რომ რელიგიური იმით ნიშნით მაშინდელი საქართველოს რელიგიური ნიშნით ძალით გაერთიანებინა ქრისტიანობა ამ მეებში, ჩვენ 12 მილიონი კი არა, ჩვენ დავამყოფდეთ თავზე ყველაფერი. გარშემო უზარმაზარი მუსულმანური იმპერიები იყო, ხო? და ჩვენ შემოდგენობაში შესული ხალხის საკმაო ნაწილი იყო მუსულმანი, ხო? ერთადერთი გონივრული პოლიტიკა ეს იყო სახელმწიფო იდეოლოგია. ფაქტიურად რუსთაველი იყო სახელმწიფო იდეოლოგი. შეიძლება ითქვას და ეს თავისი ნაშრომი თქვათ, რაც სწორად დაინახა ბატონმა ნიაზმა, ეს ხედვა არის გამორჩეული, განსაკუთრებული სახელმწიფო მოწყობის. ის ტოლერანტობა აქედან მოდის, მე საქართველოში ის რომ საოცარი რა ხდება თამარის საქართველოში სომხებისა და ქართველების რელიგიური დავა იყო და მოსამართლედ მოიწვიეს ყადი, მუსულმანი სასულიერო პირი. ახლა ამაზე მეტი გათანაბრება რელიგიების და დაფასება
იქ მარტო ის კი არა რომ ღორს აკლავდნენ მუსულმანთა უბანში და რაღაცა ხო აი რა დონის ისაა თქვა ახლა არა შემთხვევითი რომ ის აღმოსავლური რენესანსი და არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვა ხო ეს ნამდვილად ასეა აქედან წამოვიდა დიდი იმპულსი ბიზანტია და საქართველოს განსაკუთრებით ბიზანტიის დასუსტების მერე იყო ფორპოსტი აღმოსავლური ცივილიზაციის აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის და ეს ფორპოსტმა წაიწია ევროპისკენ და მერე კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ავიდა რა თქმა უნდა როცა ჩვენ უკვე სამწუხაროდ ჭაობში აღმოჩნდით ამ მონღოლებისა და შიდა ეროვნული დაპირისპირებების შედეგად. ასე რომ ახლა დეტალურად შეუძლებელია ყველა პარაგრაფზე საუბარი, მაგრამ მე ზოგად ჩარჩოს ვიხილავ, რომ ესე იგი გეოპოლიტიკური ხედა იძლეოდა საშუალებას ეს იყო ფაქტიურად დარიგება სახელმწიფო როგორ უნდა მართოს ჭკვიანმა გონიერმა მეფემ. გონიერმა ჭკვიანმა მეფემ. ვეფხისტყაოსანი ამ გადაშლილი წიგნია ჭკვიანთათვის ახლა თუ ბრეკდათვის რაც უნდა გადაუშალო და გინდა ბიბლია და გინდა ეს არაფერი შევა იმათ გონებაში და ჭკვიანები იყენებდნენ ამას და ბევრი ჩვენი მეფე ვერ იყენებდა იმიტომ რომ ჭკუა აღდა და ბევრი მეფეა ესეთი მელანში ვარ დახარჯა ბაზე კაცი რა რამდენი უგრისი და რეგვენი მეფე ყოლია ხო მაგრამ ყოლია დიდებულების და ვინც ხედავდა ამას კარგად სწორად და გონებრივად იყენებდა და ახლაც შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ პრაქტიკულ სამოქმედო ემად აი ახლაც კი ამდენა სახელმწიფო და როცა დღეს გადარჩენის შანსი არის მიზერული ხო აი ეს ხედვები რაც ბატონიას აქ და იგივე რუსთაველს რა თქმა უნდა ამ მამამთავარს ამ ქართული იმის ხედვების ხო ეს სახელმწიფო პოლიტიკად უნდა ვაქციოთ საქმეა პირდაპირ იმათ რა ქვია დიპლომატიურ ურთიერთობაში დიდ ქვეყნებთან პატარა მეზობლებთან მტრებთანაც და მოყრებთანაც რა აი ეს არის ჩემი მოკლე პატარა რეზუმე დიდი მადლობა ახლა თქვენ რამს დაამატეთ კი აი ბატონო ვაჟა რა კარგად გაუსვა ხაზი რომ გამოვიყენოთ დღეს აი ახლა რა საკითხს გავუსვით ხაზი შემთხვევით არაფერი არ ხდება ავიღე რუსთაველის აი ვეფხისტყაოსანი ავიღე და შევხედავ როგორც სურათს აი საინტერესო რამე გეტყვით პატარა შესავალით. ანუ გეოპოლიტიკური ხედვა, როდესაც ამ საკითხზე ჩავფიქრდი, ეს უბრალოდ არ ჩავფიქრდი. პირველად დავინახე, როგორ შექმნა რუსთაველმა მტრებისა და მეგობრობის სახე ნაწარმოებისთვის. ანუ რუსთაველი იმხელა დიდი ბრძენია, რომ მან თავიდანვე იცის, რომ სოფლიო მნიშვნელობის გლობალური მნიშვნელობის ნაშრომს ქმნის. ამიტომ მან თავიდანვე ზრუნავს. მე აქ დიდი მამულიშვილი, დიდი პატრიოტი დავინახე და დიდი მოაზროვნე და დიდი პატრიოტი დავინახე. და რუსთაველი, ესე იგი, სტრატეგი და ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მუდმივად აწიოგებდნენ, ისინი გამოყავს მეგობრებად. ხო? არაბები და უარყოფითი როლისთვის ნაწარმოებში უარყოფითი როლის შესასრულებლად მაგალითად ხატაეთი, ქაჯეთი და ეს ყველა ეს ქვეყნები მან შექმნა თავისი ფანტაზია, რომლებიც არ იყვნენ ისტორიაში ადრე და არც არიან დღეს. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერის მიდგომა, რომ დაიწყეს კოორდინატების ძიება, რომ მაგალითად სად არის ხატაეთი, სად არის გულაშაბ და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ამას იმხელა დიდად ზიანი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, რაზედაც რუსთაველი თავიდანვე გვაფრთხილებს. მტერი მტერსავე რა უნებს, რომ ეკაცი თავს აიმნებსო. აი მაგალითად ხატაეთი ანუ ასეთი აზრი დამკვიდრებული იყო, რამაც მე შემაწუხა და შეიძლება ითქვას, რომ განაპირობა ამ ნაშრომის შექმნა. არის იქ მოსაზრებები, რომ დაიწყეს კოორდინატების ძიება იმ ქვეყნების, რომლებიც მოხსენიებულია ვეფხისტყაოსანში, ოღონდ ადრე ისტორიაში არ იყო და დღესაც არ არის. მაგალითად ხატაეთი. და არის აზრი ჩამოყალიბდა, რომ ხატაეთი ეს არის ჩინეთი. და მე ვთქვი როგორ შეიძლება ასეთი რამე. აი ხატაეთი წარმოდგენილი აქვს რუსთაველს როგორც მუხთალი და მოღალატე ხალხი. სხვა დადებითი დახასიათება ჩვენ ხომ ყველა ვიცით, რუსთაველი იქ არ არის. ჩინეთი ერთხელ აქვს მოხსენიებული და როგორც მაღალი კულტურის სიბრძნის მეტყველი ხალხი. ესე არა კი მართალი ჩინს ქვაზე დაწერია, ვინც მოყვარეს არ ეძებს, იგი თავისამტერია. ასმათი ეუბნება ავთანდილს, როცა არ დახვდება ტარიელი, რომ მოყვარე უნდა მოძებნო, ხო? და ჩინეთი ასე არის წარმოდგენილი. ახლა როგორ შეიძლება, რომ ხატაეთი ასეთი მუხტალი და მოღალატე ხალხი შემდეგ როგორც ჩინეთი, ხო გამორიცხულია, მაგრამ როგორი მეთოდია აქვს თავისი, რომ რუკაზე გადაზომეს
რომ ინდოეთიდან ტარიელს 3 დღე დაჭერდა დაახლოებით ხატაეთის დასალაშქრად რა. ანუ რუკაზე რომ ნახეს მანძილი, გაიზომა ეს ან პაკისტანი, ან ჩინეთი. ახლა რა ხდება? ამას მოყვა ერთი ცუდი შედეგი. ნუ პირველ რიგში გეტყვით, რომ აი მაგალითად ჩანკაიშ, გენერალ ჩანკაიშ, ჩინეთის პრეზიდენტს, რომ თავისი თავი ვეფხისტყაოსანში ამოეკითხა, როგორც ხატაელები მუხტალი და მოღალატე ხალხი. ხო არ გადათარგმნიდა ჩინურ ენაზე ვეფხისტყაოსანს, ხო არ გადათარგმნიდა რა. მაოდედუნმაც იგივე აღიარა. რატო ჭირდებათ ხო, როცა სალანძღავად ყავს ერი მოხსენებული. ამიტომ ეს რუსთაველის მიდგომა არ არის. და აი რა ხდება? აი ასეთმა მიდგომა, რომელიც დღემდე მკვიდრდებოდა და გავრცელებული აზრია სხვათა შორის, მხატვარი შეიყვანა შეცდომაში. ერთ-ერთი მხატვარი მე მაქვს სახში ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც არის სასაჩუქრე, ძალიან კარგი გამოცემა ვიზუალურად. და გადავშალე ეს წიგნი და ვხედავ რას. აი პირველად მიწევს ასე საჯაროდ ამის თქმა, წიგნში მაქვს მოხსენებული. და ვხედავთ რას. ანუ რადგან მხატვარმა მოისმინა ვინმე მეცნიერების არამეცნიერული მსჯელობები, რომ ხატაეთი არის ჩინეთი, აქ არის წარმოდგენილი ეს აღწერილია სურათები, ილუსტრირებულია, გადმოცემული. თვითონ მხატვრის ნამუშევარი, როგორც შემოქმედის, კარგადაა წარმოჩენილი, მაგრამ მნიშვნელობა არის დამღუპველი, მე ვფიქრობ. ანუ აქ არის ხატაეთი წარმოდგენილი არის როგორც ჩინეთის მეფე. ჩინური წარწერებით. გამიგეთ, ჩინეთის მეფე. პირველი სურათი ასე არის წარმოდგენილი ჩინეთის მეფე ზის ტახტზე დიდებულად და ეს მზის ქვეშეთში თუ როგორც არის ის ესე იგი დიახ, ასეთი წარწერებით რომ არის მეფე. და შემდეგ როგორც ნაწარმოებში ვითარდება ეს ისტორია, შემდეგ ხედავთ რომ ეს ჩინეთის მეფე, ანუ ხატაეთი, გართხმული, დამარცხებული, დამცირებული ინდოეთის წინაშე არის. აი ამას რომ აი ჩვენი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ხნის წინ იყო ჩინეთში. ხომ შეიძლება რომ შეიძლება არ გახსნას ეს წიგნი და ყველამ ვიცით რომ ვეფხისტყაოსანი იცის რა უძვირფასესი განძია. და ხომ შეიძლება ეს სასაჩუქრე ვარიანტი აჩუქოს ჩინეთის ოფიციალურ პირებს. რას ნახავს ჩინელები? ჩინეთის მეფე გართხმული ინდოეთის მეფის წინაშე დამცირებული, ხომ იქნება საერთაშორისო სკანდალი. ამიტომ აი ასეთი შეცდომები მოყვება და როდესაც ეს მეცნიერება მუშაობდით, რომ მუშაობის პროცესში საუბრობდით რა, აი იმასთან ბათუმში რეცენზენტებთან რა, თქვენს რომ ეს სასწრაფო წერილი გასაკეთებელია და ეს უნდა უთხრათ ჩვენს დიპლომატიურობას, ხო, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ესე იგი როგორც გულიანი ხალხი, გულიანი მეცნიერები შეწუხდნენ, რომ ეს უნდა ვაცნობოთ, რომ მსგავსი შეცდომა არ იყოს დაშვებულიო. აი ბატონო ვახში ამან განაპირობა ამ აუცილებლობა, რომ შექმნილიყო ეს ნაშრომი. ძალიან კარგი, ახლა თქვენ იმდენი რაღაცები თქვით, რომ მე უამრავი აზრები მომივიდა თავში და შევეცდებ ძალიან მოკლედ ზოგიერთ შევეხო. ბრძანეთ. აი თქვენ დანტე ბრძანეთ და ეს იტალიის ვარსკვლაველი მოაზროვნე ადამიანი. თუმცა დანტე ვერ მოვა რუსთაველთან, აი ვერ მოვა.ავლე იმ გოროყას ლექცია მაქვს ტელევიზორში მოსმენილი. დანტე ქვესკნელიდან უყურებდა სამყაროს რუსთაველი ზემოდან 64-დან ზევიდან ესე სულ სხვადასხვა დონეა, მაგრამ აი 2 დღეა თუ 3 დღე არის ჩემი ქალიშვილი ნინო ბრანკო პროფესორი პიანისტი მუსიკოსი ხდება იტალიაში და ამდენით დაგვირეკა აქ წამოვიდოდი მანამდე და ნუ აღფრთოვანებული იყო ჩემი შვილი ყავს წავანილი თავისი ძმისშვილი მარიანი 14 წლის და ისე კარგად ელაპარაკებოდაო პროფესორს დანტის პროფესორი, ესე იგი, ქალი არის სპეციალისტი ამ დანტის შემოქმედებაზე და ამაზე კითხულობს ლექციებს, ამას მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ ასეთი პროფესორი არ აქვს. აი რომ რუსთაველის პროფესორი იყოს და მხოლოდ რუსთაველი იყოს მისი კლევის საგანი და ასე ვთქვათ, მისი წარდგენის და რეკლამირების. აი ეს ეს შეგერთებით, აი მაგასთან დაკავშირებით წიგნში გვაქვს ჩვენ. წყინვალი აზრი გამოთქვა ნოე ჟორდანიამ.
სორბონაში არის ვიქტორ ჰიუგოს ფაკულტეტი. გავაკეთოთ საქართველოს უნივერსიტეტისა თბილისის სახელმწიფო რუსთაველის ფაკულტეტი და ყველაფერი იქ იყოს დამოუკიდებელი რუსთაველის კვლევები, რუსთაველის სწავლება არ იქნება მაგარი. იქ იქნება რუსთაველის პროფესორები. მაგას ვიზახი, პროფესორის იქიდან დაიბადება მერე და დოქტორ. ახლა ეს აზრი რო გავამაგროთ და თქვენც ამაზე ილაპარაკეთ, რომ ესე იგი იქ ფაქტიურად ყველაფერი არის, რაც ჭირდება მმართველობას, რაც ჭირდება შრომის დაგეგმარებას და ეკონომიკა, პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, სამხედრო ისიც კი არის. მე მინდა თქვენ შეგახსენოთ არის ასეთი ბატონი პარმენ მარგველაშვილი და ის ახლა აკადემიაში არის სწორედ რუსთაველის ტექსტის დამდგენი კომიტეტის თუ კომისიის თავმჯდომარე და თვითონ პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარე და აი თქვენც ბრძანეთ თუ თქვენ აქაც გიწერიათ რომ ვეფხისტყაოსანი გასაწმენდია ბევრი რაღაცები დაიდო შიგნით ბევრი რაღაცები ალბათ ძირითადი მოაკვდა და აი აქედან ინტერპრეტაციებიც ხო ხედავთ როგორ დამახინჯებულად გაიგო იმ ხატვარმა და რა გამოვიდა ესე იგი ამავე დროს მინდა გავიხსენო რომ რამოდენიმეჯერ ახლა ინტერნეტის ეპოქაში ვართ ხომ და ვიცით რომ ამერიკაში და ევროპაში უამრავი გამოკითხვები ტარდება ინტერნეტ სივრცეში და აი ამ გამოკითხვის შედეგად რეიტინგებს ადგენენ და ჩვენთვის საამაყოდ ჩვენ ვიცით რომ რუსთაველი რამოდენიმე რეიტინგში აღმოჩნდა პირველ ადგილზე სოფლიო ლიტერატურების შორის. აი სოფლიოში ნომერი პირველი ადამიანი და ახლა პარმენ მარგველაშვილი იმიტომ გავიხსენე რომ ჩვენ დიდხანს მეგობრობთ, ახლაც მეგობრობთ და მას აქვს ნათქვამი რაღაცაზე ქონდა ლაპარაკი და პარმენმა თავისი მოსაზრება წამოთქვა ბატონ აი ეს უნდა დაწეროთ მე შემოხედას ახშიო შენ შეხედავ ჩვენ ვეფხისტყაოსანი გვაქვსო აქო ყველაფერი წერიაო აქ ყველაფერი წერიაო და ჩვენ რო ეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იცნობდნენ ამას ფუნდამენტალურად ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვინდა დიდებული ქვეყანა გვექნება დიდებული განათლებაზე იყო ლაპარაკი და ადრე განათლების სინონიმად იყო რომ ბიბლია ეს სახარება ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება თუ ისოდი და აკადემიკოსი იყავ უკვე რა სულად საკმარისი აი თქვენი პოზიცია რომ ეს აზრი რომ გავამყაროთ რუსთაველიდან ავთანდილის ანდერჩი ავთანდილი როგორ მიმართავს თავის ყმას შერბადის მიწაცა თქვენი ავთანდილი ნახეთ რა თავმდაბლობა მიწაცა ანუ ხელმძღვანელი სარდალი ეუბნება რომ ბატონი ეუბნება თავის მსახურს რომ მიწაცა თქვენი ანუ თქვენი მსახური ვარო ხო ანუ ეს ხო არის კარგი მოდელი კარგი მაგალითი როგორ უნდა ემსახუროს ხელისუფლება ხალხს ეს უფლისმიერი სიტყვებია ხო უფალი როგორ ამბობს ვისაც უნდა იყოს პირველი ის უნდა იყოს მსახური და როგორ მოემსახურება თავის მოწაფეებს ეს აზრია ასეთი რომ ერთი დასავლური ყოფილა როცა თავადები ემსახურებოდნენ ეს სახარებისეული მომდანდეს ათმეს ვინდოს და ემსახურებოდნენ სახარებისეულია დიახ ამიტომ ამბობენ რომ მეორე ბიბლიაა ვეფხისტყაოსანი იმიტომ სულ უფლისმიერი სახარებისეული ის არის გადმოცემული მოკლედ ფაქტი ერთია და აი თქვენი მსჯელობიდან ასე გამოდის რომ რუსთაველს და ვეფხისტყაოსანს კარგი გაგება ჭირდება, კიდევ შესწავლა ჭირდება სხვადასხვა კუთხიდან, იურიდიული კუთხით, ფილოსოფიური კუთხით, ეკონომიკის კუთხით, სამხედრო ხელოვნების კუთხით და მართლა არის განსაკუთრებული მიდგომა, განსახორციელებელი და ამას ქართველების გარდა არავინ სხვა არ გააკეთებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ის რომ თქვენ აი ამ რაც ახლა თქვი ამის ერთი სეგმენტი აიღეთ და ის გაშალეთ და დაწერეთ ეს ძალიან სასიკადოა
ბატონო შეიძლება რომ ჩვენ აქ გეოპოლიტიკა ვთქვით, მაგრამ არის არაერთი სეგმენტი, იმიტომ რომ აი დღემდე რაც ცხარე კამათის და მსჯელობის საგანი იყო, აი დამდგენი ტექსტის დამდგენი კომისიის ჩანაწერებიც რომ ნახოთ, ესე იგი რელიგიის თემა ვეფხის ტყაოსანში და ეს თემა არის აქ ანუ რუსთაველის რელიგიური სოფხედველობა მაქვს წარმოდგენილი. ეს არის სრულებით სიახლე, ეს არ არის ზედმეტი ფაქტია. სრულებით სიახლე არის წარმოდგენილი. დიახ, და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი მე ეს მეცნიერული ნაშრომია და სარგებლობდი სამეცნიერო შრომებით და ამ აზრს ამყარებს აკადემიკოსი შალვა ხიდაშელის ნაშრომი ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია. და ის ამბობს, რომ როდესაც ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები მე ასე დავინახე, რომ ჩვენი აი კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, შალვა ნუცუბიძე და ასეთი ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ისინი ძალიან შეწუხებულები იყვნენ, რომ რუსთაველს დევნიდნენ ამისთვის, რომ სამება არ ეხსენება, ქრისტე არ ეხსენება და მე გრძნობ, რომ ისინი ამით შეწუხებული იყვნენ. ამიტომ ეძებდნენ, ოღონდ სადმე დაენახათ სამება, მაგრამ სინამდვილეში არ არის სამება ნახსენები. არ უძებნიათ როგორ გაამართლონ ის სფარაირად და ანუ ეძებდნენ სადმე დაენახათ, მაგრამ და შალვა ხიდაშელი აღნიშნავს, აი რა მინდოდა მეთქვა, რომ მე-20 საუკუნეში ეს საკითხი სამების ძიება ვეფხის ტყაოსანში დადებითად არ გადაწყვეტილაო. ეს მომავლის საქმეა და ჩვენც ვართ მომავალი მათი 21 საუკუნიდან ამ საკითხს გაეცა პასუხი. წვითად იმით რომ ის გლობალურად აზროვნებს. დიახ, საქმე რაშია რუსთაველს სწორედ არ აქვს ნახსენები, ჩვენ გვაქვს დრო ამაზე ცოტა ვისაუბროთ. არ აქვს ნახსენები სამება, იმიტომ რომ ის თავიდანვე იცის, რომ გლობალური მასშტაბის ნაშრომს ქმნის. სხვადასხვა ერებს, სხვადასხვა კულტურებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, დიახ, და ამიტომ მიკერძოებას არ აკეთებს. მაჰათმა განდის დიახ, მიზანმიმართულად აქვს. არც ერთი ნიშნულოვანი ამ ისტორიაში ვეფხის ტყაოსანში არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ღმერთის ხსენების გარეშე არ ხდება. ანუ დიდად მორწმუნე არის. მაჰათმა განდის აქვს ასეთი ამ დიდ მოაზროვნეს აქვს ასეთი აზრი. თუ გვინდა დედამიწაზე მშვიდობა დამყარდეს, ამბობს, რომ ყოველი ადამიანი, ვინც მორწმუნეა, თავისი სარწმუნოების ცოდნასთან და პატივისცემასთან ერთად უნდა იცოდეს სხვა რელიგიების მნიშვნელობაო. არა უბრალოდ ტოლერანტობა, არამედ მნიშვნელობა და მნიშვნელობა რო იცის ადამიანმა, იცის რომ ყველა ერთ შემოქმედ ღმერთს ემსახურება და ყველა რელიგიის მთავარი ტრადიციული რელიგიები ამ ხედველობაში, ყველა ტრადიციული რელიგიის მთავარი პრინციპი არის, რაც არ გინდა შენთვის, ნუ სხვას, იყავის სამართლიანი და სიკეთე თესე და წოთისოფლის ცხოვრების შემდეგ ღვთის სასუფეველში დამკვიდრებისთვის ზრუნვა. და ეს აზრი, რასაც მაჰათმა განდი ამბობს, ეს რუსთაველს ვეფხის ტყაოსანში პრაქტიკულად აქვს განხორციელებული. დიახ, და ეს მე როგორ დავინახე, სად დავინახე, რუსთაველი ამბობს თავის ავთანდილი ამბობს, რომ შემოქმედი ღმერთის მიერ სამყაროს დასაზღვრაზე ლაპარაკობს. რომელმა ესე იგი ვინც შექმნა, გამაჩინა და მომცა მტერთა ძლევის შესაძლებლობა და რომელმაც დასაზღვრა სამყარო. აი ამ საკითხს სხვათა შორის მე ვნახე რუსთაველამდე სხვები როგორ აი ჩვენი დიდი წმინდა მამები, ბასილ დიდი, დიონისე არეოპაგელი და ასეთი თეოლოგები და წმინდა მამები, ხო? ისინი ამ საკითხზე საუბრობენ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, დასაზღვრა, ზღვას მიუჩინა თავისი წყალს, თავისი ისინი ჩარჩოები, ხო? შემოსაზღვრა, რომ არ გადმოვიდეს ზღვაში, თევზები დაყო, დედამიწაზე ცხოველ, ანუ ყველაფერი ადამიანებიც დაყო. ცალკე ერებად. ჩვენ ეს ვიცით ბიბლიიდან, რომ კაცობრიობა დაიყო. და აი რუსთაველი როდესაც ხედავს ამას, მაგრამ იქ რა ხდება? ეს სრულებით ახალია, შეიძლება ამისთვის ვინმე გაამკითხოს და ვერ გაიგოს, მაგრამ აუცილებლად შემდეგ გაიგებს ამას, ვინც კარგად დაუფიქრდება. ესე იგი საქმე რაშია, მაგრამ როდესაც კონკრეტულად რელიგიას ეხება საკითხი, ეს ჩვენი წმინდა მამები უკვე
ქრისტიანულ სარწმუნოებისკენ, ესე იგი, ამბობს, რომ ეს ყველა მთელი სამყარო ვინც შექმნა და დასაზღვრა, ეს არის ქრისტიანული ღმერთი. გამიგეთ? ანუ აქ მიკერძოებასთან არის საქმე და რუსთაველი, როდესაც რუსთაველი იგივე ჭეშმარიტებას დაინახავს, შემოქმედმა როგორ შექმნა სამყარო, როგორ დაყო ყველაფერი და დასაზღვრა, ის რელიგიის საკითხში მიკერძოებას არ უშვებს. ამიტომ ყველას აერთიანებს ერთი შემოქმედი ღმერთის იდეით, მაგრამ ერთ რელიგიად კი არა, ყველა თავის რელიგიაში რჩება დაფასებული და პატივცემული. აი ეს აზრი არის და მე ახლა ეს მოკლედ წარმოვადგინე და უფრო ვრცლად დაინტერესებული კითხველი იხილავს ამ აზრს უფრო ფართედ წიგნში, რომელიც მალე გამოვა აზროვნების ეკოლოგია კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება. ეს ნაშრომია ხო ნომინირებული ნობელის პრემიაზე. ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ ჩვენ ამ დარბაზიდან როგორც შევძენ ისე გადმოვეცი ახლა მოკლედ გასაგებად გადმოვეცი მე მგონი. კი, ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა მის საქმიანობაზე მუზეუმთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია ერთმანეთს ვისაუბრეთ და ზუსტად ამ თემით დავუახლოვდით ერთმანეთს, გავიგე რომ მისი აჭარაში ძალიან კარგი აკეთებული საქმეების შესახებ და მათ შორის ერთ-ერთი იყო ძველი კოლხური რკინის სადნობი ქურას სახელოსნო. კი ბატონო, ესე იგი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო განსაკუთრებით არქეოლოგიური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ისტორიის თვალსაზრისით, რომ ესე იგი ჩვენი წინაპრები აი ამ რკინის მეტალურგიის როგორც ახლა აღიარეს საქართველოს ღვინის სამშობლოდ ბატონო, აღიარეს პურის სამშობლოდ აღიარეს. სულ მალე დადგება. ნელ-ნელა ყველაფერს ეფინება ნათელი, რომ იტყვია, ჩვენი მიშმა არ გამოუვა არავის, ჩვენი ადგილი უნდა დავიკავოთ, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა და ერთ-ერთი არის რკინის მეტალურგიის და საერთოდ რკინის წარმოების სამშობლოდ საქართველოს აღიარება. აი ამ ბატონმა მიაზმა ნახა ეს ადგილები რამდენიმე მათ შესახებ ხედვა გამოიმუშავა, რატო მაინც და მაინც რა უნდა და სამდომ იმას იქ მაინც და მაინც ხო? თუ მაინც და მაინც ავიღებთ რომ რატოა ზესტამონში მეტალურგიული ქარხანა და თეატრაში რომ ისა აი გასაგებია, მაგრამ მაშინ რატო იყო ეს ყველაფერი ხო? მან ეს ყველაფერი ახლა შესანიშნავად ძალიან კარგად ისტორიული ხედვით და რაც თავარია, არის არგუმენტები ერთ გააშლია, მე შარშან მქონდა კულტურის მინისტრთან, ქაბატო თინათი როხაძესთან თითქოს დაინტერესდა, მაგრამ ძნელია მასთან მოხვედრა და ესა, რომ ესე იგი საქართველოს წარადგინოს საბუთები, არის უკვე ყველაფერი საბუთები, წარადგინოს, რომ საქართველოს აღიარონ რკინის სამშობლოდ, რკინის მეტალურგიის სამშობლოდ, არის ამისი არტეფაქტები უკვე ყველა მტკიცებულება ადგილზე. აი ამათი, აი ბატონი ნიაზის დიდი შრომის შედეგად, მისმა თანამოძღვრების და მეგობრების შედეგად, მეგობრების ღვაწლის შედეგად, ეს ადგილი იქნა შემოღობილი. ესე გაგენდა დაცული იქნა უკვე რომ იტყვია ხელყოფისაგან ტერიტორია გადაეცა სამუზეუმოდ სახელმწიფო რჩება ერთი რამ რაღაცა ნამიჯები სახელმწიფომაც განმოდგა ამათგან მაგრამ ეს სახელმწიფო დონეზე უნდა ავიდეს ახლა კერძო ენთუზიაზმით ეს ვერ გაკეთდება სახელმწიფო უნდა ჩაერიოს უკვე დროულია და აღმოუჩინოს დახმარება ვერცი რით რომ ესე იგი ეს დასაბუთებული ყველაფერი არტეფაქტები და ეს უკვე იუნესკომ დაამტკიცოს საქართველოს როგორც რკინის მეტალურგიის სამშობლოდ და აი ეს ღვაწლი თქვათ მისი ღვაწლი აი აქაც მნიშვნელოვანია რომ მისი პატრიოტობა მისი ქართველობა მარტო ის არ არის თქვათ რომ ჭიქააციო და უზოხელი ბრახო საქმით უნდა დაამტკიცო თუ საქმით არ ამტკიცო მე ამჯერად ესეთი ქართველობის და პატრიოტობის ამიტომ ეს კაცი ამ ფაქტურად იღწვის წვალობს და მას შეიძლება სერიოზული ხარდაჭერა ამდუხაროდ ჩვენ მეცნიერებს არ აქვს მატერიალურად რა უნდა ვეხმაროთ მაგრამ ის შეგვიძლია რომ ასე პოპულარიზაცია გავაკეთოთ თქვა იგი მადლობა თქვენ რომ მოიწვიეთ და ჩვენს ამ თემაზე კიდევ შეიძლება სხვადასხვა ვილაპარაკოთ ხო შეიძლება მატერიალური ხარდაჭერა გამაგრება რა ქვია და დაფასებას რა უკაც რა ქვია ბოლო წველ ამუსეების პრემია ბოლო აჭარაში იქიდან დავიწყოთ და მე შეიძლება სახელმწიფო პრემიას მიანიჭო ბოლო ისეთ საქმეს აკეთებს ეს კაცი ხო და სიტყვით გამოვხდები ხარდაჭერა არ მოუჩინე რა არის ახლა დღეს ზემს ვერ დაუღებთ ყველამეერებს მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია რაც თქვა მართლობრივად გააჩნია მაგაში უნდა გამოიხადებოდეს რომ ჭკვიან გონერ ადამიანებს დაუთმო ასპარეზზე და ხარი დაუჭირო დანარჩენს თვითონ დააკეთებენ ესენი და ჩვენს აგერავად რა თქმა უნდა გვერდით ეს დიდებული საქმეა და მე მგონი ამ საქმის ბოლომდე მიყავ ეკნებოდა
თქვენი და განსაკუთრებით ამ ჩვენი თაობის ვალის კარგად ასრულება რა რომ შედათ წავად ემქვეყნათ როცა ასეთ კაი რაღაცებს დაუდებს საფუძველს და ჩაუყრეს საფუძველს ესე როგორც აი ოფის ყოველთვის ანალოგიურ ცენტრალს რომ მოკლედ დიდი საქმე იქნება ძალიან ვერ ავწდით პოლიტიკას მაინც ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული რა თქმა უნდა პოლიტიკას უნდა მართავდეს პატრიოტულად განწყობილი ხალხი და არა ის ხალხი რომელიც ყველა საქმეში პირად ინტერესს ეძებს მე მახსოვს კომუნისტების დროს ერთი რაკომის დივანი იყო ერთ-ერთ მეგრულ რაიონში და ზედმეტ სახელი ერქვა მამუ ესე იგი მე რაო მამუ ხოდა არ ვიცი ახლა არ არის ის კაცი აწამოს ღმერთო მაგრამ ესეთი იყო დამკვიდრებული და დღეს ეს კიდევ უფრო გამოკვეთილად არის და ამიტომაც არის ის ყველა მილიონერი ამ პარლამენტშია ამ ხელისუფლებაშია და ამ დროს არც ერთი მილიონერის რამე განსაკუთრებული საწარმო შექმნილი ან რაღაცა გამოგონება ან რაღაცა ისეთი რომელიც ეკონომიკას განავითარებდა ჩვენ არ ვიცით ესე იგი გამდიდრება ხდება ვიღაცის ხარჯზე ეს ვიღაცა ძირითადად არის ბიუჯეტი და აი ამ ბიუჯეტის თანხის განიავებით და რა თქმა უნდა არ რჩება ამ ბიუჯეტში ბატონი ნიაზის პრემიის თანხები არ რჩება ესე იგი ახლა იქ სადაც ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ რომ ოქროს წარმოება და ოქროს დამუშავების სამშობლოდ საქართველოა და უკვე დამტკიცს და ფარაონების სამკაულები და ისინი აქედან წაღებული ქართული ოქროთია გაკეთებული და ჩვენ კიდე აი ის უძველესი საღდრსის საბადო აგვიფეთქეს აფეთქეს ყველა ის ვინც იმას იცავდა და ეწინააღმდეგებოდა ამას ну ეს ხალხე თემა არის შეიძლება ცოტა იმედის მომცემი ამ საკითხთან დაკავშირებით ვთქვათ რომ როდესაც ამ თემით დავინტერესდი და დავიწყე რომ არ შეიძლება ასეთი უნიკალური ძეგლების ესე იგი განადგურება რომელიც ნადგურდებოდა რა ეს არის მიწაში ღუმელები სახელოსნო სადაც დედამიწაზე პირველად რკინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი გავრცელდა შემდეგ დედამიწაზე და მოახდინა ესე იგი გარდატეხა საკაცობრიო ან უდიდესი ღვაწლია ეს იყო ივანე ჯავახიშვილის ნიკო ბერძენი მათი ოცნება იყო რომ ეს კაცობრიობისთვის ეჩვენებინათ ეს საქმე ხშირად რომ დავინტერესდი და ჩემი მთელი ფილოსოფია მივაყარე ამ საქმეს მაშინ ჩვენთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური იყო ბატონი ზურაბ პატარაძე და მან პირველი იყო ვინც მხარი დაუჭირა და მოიწონა ეს იდეა შემდეგ გადაყვანილი იქნა სხვა სამსახურში ელჩად იქნა გადაყვანილი თუ არ ვცდები ხო აზერბაიჯანში ხო და ახლა უკვე ბატონი ზურაბი დაბრუნდა და ამიტომ იმედის მომცემია რომ მან გულთან მიიტანს ამ საკითხს ასევე ჩვენ გვაქვს თეა წულუკიანის წერილი რომელიც მანამდე აჭარის მთავრობას ეუბნებოდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი ტერიტორიით და საჭიროა ადგილზე გადაწყდეს ეს საკითხი მაგრამ მართალია ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს გვიწყობდნენ მაგრამ ისეთი თანადგომა რო იყოს როგორც საჭირო მაშინ ახლა ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ამაზე საუბარი და წვალება ამიტომ იმედია რომ მომავალში ეს უნდა განხორციელდეს ასევე მე მინდა საინტერესო რამე გითხრათ ბატონებო რომ შეიქმნა ახალი ძეგლი ბათუმში დიდი ანუ მოძიებული იქნა 8 ტონა სიწონის გრანიტი მარმარილო ნარევი ქვა და ჩვენმა ცნობილმა მოქანდაკემ ბატონმა თემურ მახარაძემ შექმნა ბარიელეფის სახით შექმნა ახალი ძეგლი ქანდაკება სადაც ამ ქვაში გამოკვეთილი არის ის კულტურული მემკვიდრეობა რაც საქართველოს მიცა კაცობრიობას ქვევრი კოლხური ცულები, კოლხური ხანჯლები, ისა გუთანი, რკინის გუთანი ხო, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები და ეს ძეგლი გადმოვა ჩაქვის მუზეუმში და დაიდგმება ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე საჩუქრად დაიდგმება აქ. ასე რომ ერთი ის დაემატა. ასევე მინდა ვთქვა რომ აი ტელევიზიას საინფორმაციო საშუალებებს როგორ მნიშვნელობა აქვს რომ ამ საქვეყნო საღვთო და საერო საკითხს მიექცეს ყურადღება და რამდენიმე ხნის წინ იქნა გადაღებული ჩვენთან ვიდეო ერთ-ერთ და უჩვენეს და გამოიხმაურა არის ასეთი
ერთ-ერთი საინტერესო კომპანია ხალიბის რკინა, რომელსაც ლაზერული წარმოება აქვს. ბატონი კახა ხურცილავა არის ხელმძღვანელი და მათ დაინტერესდა რომ მათ წარმოებას ქვია ხალიბი და ნახა ამ ადამიანებმა რომ ხალიბის ნამდვილი მემკვიდრეობა ჩვენთან ინახება. ამიტომ დაინტერესდნენ, ჩამობრძანდნენ, გადაიღეს, ნახეს და გარკვეულწილად შეძლების დაგვარად თანადგომა აღუთქვეს უკვე ამ მუზეუმის საქმის ბოლომდე მიყვანას და მე მინდა ჩვენთან შექმნილი არის წიგნი და ნაკურთხი წიგნია სასულიერო პირების მიერ და ვინმე თუ მცირედით ხელი შეუწყო ამ დიდ საქმეს, ყველა ხდება იქ აღნიშნვა და ასე რომ არაფერი კარგი არ იკარგება. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის. ძალიან კარგი. სხვათა შორის აი იმ ჩვენი ისტორიულ წარსულს და განსაკუთრებით აი ენის კვლევის გზით ბატონი გია ყვაშილავას საინტერესო ნაშრომები აქვს. მე ვფიქრობ რომ თქვენ უნდა გაიცნოთ ერთმანეთი და გაგაცნოთ და რა ვიცოდეთ, მე ფაზისის აკადემიის წევრი ვარ. მით უმეტეს და კიდევ იმის თქმა მინდა რომ ეს მიმართულება ალბათ რაღაც ახალ შესაძლებლობებს მოგცემს ჩვენ საქართველოს სახელის სოფლიო თანამეგობრობაში გასატკიცებლად. ეს აუცილებელია. ჩვენსაც თქვენ ამბობდით, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ და ორ კეთილგანწყობილი უფროსის განწყობაზე. ეს უნდა იყოს კანონი ჩამოყალიბებული, ეს პარლამენტი უნდა ჩაერთოს, ეს კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერთოს, უნდა დაკანონდეს ამ ობიექტების. მე მინდა დიდი მადლობა ბატონო ახში, მინდა გითხრათ გულისტკივილი, რომ უკვე 10 წელია, სრული 10 წელია ვარ დაკავებული ამით, რომ არ განადგურდეს. და ბოლოს მე ხომ უნდა გადავცე ვინმეს და მშვიდად გავაგრძელო სხვა საქმიანობა რა, მაგრამ დღეს რო გავანებოთ თავი, მიუხედავად იმისა, რომ შევეღობილი ეს განადგურდება. ამიტომ ამის განადგურებას ესე იგი ჩვენ ვერ მივცემთ ხო ვერავისა რა. ასეთი მაშინ რა რჩება? მაშინ რჩება მხოლოდ ბაქიბუქის უფრასთან ჩვენ ხალიბები და ასე. აი მაგალითს მოგიყვანთ, მე ასეთი მაგალითებით დავიწყე მტკიცება ამის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძეგლები. აი დღეს ჩვენ მსოფლიოს წინაშე, თუნდაც ჩვენი ქართული საზოგადოების წინაშე ყველა მტკიცებულება გვაქვს. ღუმელები, სახელოსნო ღუმელები ადგილზეა, რკინის წარმოებისგან ნარჩენები ადგილზეა, მადანი რომელიცგანაც ეს რკინა იწარმოებოდა დღეს ჩვენ გვაქვს ადგილზე და ის დახურული ხეობების ანუ ყველაფერი არის ადგილზე, რასაც იშვიათად სხვაგან ალბათ ვერ ნახავთ რა. ყველაფერი არის ადგილზე და ვისაც ჩვენ თამამად ვაკეთებთ განცხადებას სოფლიოში. მოგზადეთ ბატონებო და ნახეთ. ჩვენ ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ არა უშავს ჩვენ უფლება გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი თემა ცოტა გადავაჭარბოთ. მე აუცილებლად უნდა წავიკითხო ბატონი ვახტანგ მაღრაძის, თქვენი რეცენზენტის, ფილოლოგიური მეცნიერებათა და დოქტორის, პროფესორის, ფაზისის აკადემიის წევრის რეცენზიიდან ბოლო წინადადება. ნიაზ ბოლქვაძის ნაშრომი შოთა რუსთაველის გეოპოლიტიკური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია არამარტო ისტორიოლოგიისათვის, არამედ ამ თემატიკით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. სასურველი იქნებოდა შოთა რუსთაველის უგდავი ვეფხის ტყაოსნის მეტი პოპულარიზაციისა და სრულყოფილად აღქმისა და გააზრებისათვის, პოეტის საოცარი მიდგომის, სხვადასხვა კონფესიისადმი ტოლერანტობის, რასაც თქვენ ამბობთ, პოლიტიკური ხედვის, სიყვარულის, მეგობრობის, პატრიოტიზმის წარმოსაჩენად ნიაზ ბოლქვაძის წარმოდგენილი ნაშრომი რაც შეიძლება მეტ ენაზე ითარგმნოს. აი მე ამით მინდა დავამთავრო, რა თქმა უნდა ეს უნდა იცოდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებმა, ეს უნდა იცოდეს წამყვანმა სახელმწიფოებმა და აი შეიძლება რუსთაველის უფრო მსოფლიო დონეზე ღრმად შესწავლით და გაგებით და გააზრებით იქნებ მოინახოს უკეთესი ერთაშორის თანაარსებობის, მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმულა. აი რუსთაველი ამას ემსახურებოდა. აი ახლა იდეას დამემატა, საერთაშორისო კვლევითი ცენტრი შეიქმნა. საერთაშორისო
დააფინანსოს აგერ მილიარდები და მილიონერები ხო ყავს და დააფინანსო რა წელიწადში 1.5-6 მილიონი რა პრობლემა როგორი საამაყო იქნება დასროში და მანქანებში ხარჯავენ და ჭამავს მაშინ და იმაში ამისგან მნიშვნელოვან თემას და თან რუსთაველის წმინდანად შერაცხვის ბოლოს მივიყვანოთ აი იმედია ახალი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიომოსამი ამ საქმეს მიეყვანს ბოლომდე ახალგაზრდულ ენერგიით მიუძღვება ყველა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რო არ გამოგჩეს ბატონებო ჩვენ სანამ შემოვიდოდით სტუდიაში საუბრობდით რომ წელს 2026 წელს რუსთაველის 860 წლის იუბილეს მიუძღვენით ეს წიგნი კი ბატონო ძალიან კარგი და მე ძალიან გამიხარდა ბატონობა ჟარომ თქვენ ეს ბოლო იდეა რომელიც ახლა ძალიან ამწუში და ამწუში ქართული ტევეს ტერიტორიაზე მეცნიერთა კონგრესის შტაბ ბინაში განიხსნა ხშირად მოდიდა კიდე ახალ-ახალი აზრების საინტერესო მოდივად და ყველა მისარგებლეთ. დიდი მადლობა თქვენ ვინც გვიყურეთ. უყურეთ ქართულ ტევეს თქვენ მოგეწოდებათ აი ასეთ საინტერესო ინფორმაციები როგორითაც დღეს გამოვიდა ბატონი ნიაზ ბოლქვაძე. მადლობა. კარგად გზავნდებოდეთ. დიდი მადლობა.